მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები ისევ იკრიბებიან პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ეს 353 დღეა, როცა მოქალაქეები ისევ არიან საპროტესტო აქციაზე და ისევ ხმამაღლა ისმის მოწოდება თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში დგანან უკვე ამდენი დღეა, თითქმის 1 წელიწადი, არაპირებენ, რომ შეეგუონ ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას და იმას, რომ ამ ქვეყანას ყავდეს სინდისის პარტნიორები, ასევე იმას, რომ ამ ქვეყნის გზა ევროპისკენ იყოს ჩაკეტილი, რაც ახლა ძალიან აქტიურად ცდილობს ქართული ოცნების არლეგიტიმური მთავრობა და ხელისუფლება, რომ ნებისმიერი ფორმით ჩამოშორდეს საქართველოს ევროპას და ევროპულ ოჯახს. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო განცხადებები წუხელ იგივე ევროკომისიის გაფართოების საკითხებში ევროკომისიის მარტა კოსის მხრიდან, რომ უკიდურესად მძიმეა საქართველოს მდგომარეობა ევროინტეგრაციის კუთხით და ამიტომაც მოქალაქეები არ წყვეტენ ამ პროტესტს. უწყვეტია ეს საპროტესტო აქცია ნებისმიერ ამინდში. მოქალაქეები დგანან ქუჩაში, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ეხლა რუსთაველის ქუჩაზე თბილისში იკრიბებიან მოქალაქეები და თქვენ იცით, რომ გრძელდება მოქალაქეების დაკავება, მათ შორის პირბადის სტარების გამო, ან გზის გადაკეტვის გამო. თქვენ იცით, რომ რეპრესიული მეთოდით, რეპრესიული კანონმდებლობით ცდილობს ქართული ოცნების მთავრობა, რომ ჩაახშოს ქვეყანაში პროტესტი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც პროტესტი არ ქრება. მოქალაქეები ისევ ვითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ და სამართლებრივ გარემოში, არლეგიტიმური მთავრობის განდგომას და გაცხოვარია პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებას. მინდა გავისაუბრო დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს და გავიგოთ მათი პოზიციები, მათი მოსაზრებები ბოლო მოვლენებზე. აი რომა დოლობირიძეს ხედავ, მოდი მას გავისაუბროთ პროექტში. რომა საღამოშიდობისა შეიძლება ერთი წუთით რო გაგისაუბროთ. რომა ხო, აი საინტერესოა თქვენ დაკვირვება, რა ეტაპზე გადადის ახლა ეს პროცესი, ეს წინააღმდეგობა, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? წინაჯერზეც ვახსენე, რომ ბრძოლა მოქმედება ორივე ფლანგის, აი ევროპული ფლანგის და პრორუსული ფლანგის გამოფიტვამდე არის, ანუ რომელი ფლანგი უფრო მეტად ზად შეხვდება ამ ყველაფერს. სავარაუდოდ ის გაიმარჯვებს და ამ წუთას აი მოცემულ მომენტში ევროპული ფლანგის მხარე უფრო ძლიერად არის, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არა ისეთი საჭიროებს, რომ მაგალითად ფული გჭირდებოდეს და ვინმე ფული უნდა მოგცეს მაგრამ ხედავთ როგორ აჯერიმებენ ადამიანებს, როგორ აკავებენ ადმინისტრაციული პატრონაჟით, მათ შორის სისხლის სამართლებრივი წესის დაკავებებიც დაიწყო, ხო? ამ ვითარებაში როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის გაზიარებას? ამის მინდა რომ ანუ მაგალითად აი წინა ჯერზე ნახეთ ერთ-ერთი დაკავებულის დაჯარიმება, იცი უბრალოდ საპრობლემიდან გათავისუფლებისთვის ჯარიმად გაიყვა საპროცესო შეთანხმების თანხა რამდენად 8 წუთში შეგვდა. ამიტომ გირაოს დახარო შეეგროვეს, ხო? გირაოს ამ ჩვენ მხარეს, ანუ ევროპულ მხარეს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს აბსოლუტურად. მათ შორის ფინანსური ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს რა. ხო და ანუ ამიტომ ანუ მათ შორის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და აი როგორც ანუ წინა ჯერზე ვთქვით, ანუ ეს ანუ ადრე თუ გვიან, ანუ აუცილებლად მოხდება ყველანაირი რესურსის კონსოლიდაცია და შესაბამისად აუცილებლად მოხდება შვიდობიანად, ამას ხაზი გავუსვა, შვიდობიანად ამის გადარჩევა, მოშორება, რომლის დავა. აი ეს პოლიციელების გააქტიურება, მათი დანიშვნა სხვადასხვა საჯარო პოზიციებზე ეს რას ნიშნავს თქვენთვის? დღეს გავიგეთ ასე რომ არჩილანთაძე, რომელიც არის პოლიციის მეექვსე განყოფილების უკვე ყოფილი უფროსი, დაინიშნა ბათუმის ბულვარის დირექტორად. ეს იწყება ექვემდებარება აჭარის მთავრობას და ეკონომიკის სამინისტროს. ის არის ასევე ზიამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელი. ანუ ჩვენ ეგა არ უნდა გვიკვირდეს საერთოდ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს რუსული მექანიზმია, თავიდან რუსეთში ასე ხდებოდა რა. იმ დროს როცა პუტინს რუსეთში ძალიან გაუჭირდა
პოლიტიკურად ძალიან გაუჩნდა ეს მასიური ხარდაჭერა აღარ ხდება საზოგადოებაში. მაშინ უკვე დაიწყო მასიურად, მათ შორის მეტნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობებს, გულვარეს გავსი ტიპის თანამდებობებზე პოლიციური სისტემის ჩანაცვლება. მათ შორის რაღაც საკრებულოებში რაღაც თქვა რომელიღაც განყოფილებაში პოლიციური რეჟიმის ანუ აქ რა არის განზრახვა, რომ ეშინიათ რომ ამით დააშინებენ თავად საჯარო მოხელეებს და მომენტი ისაა რომ თავიდან ბოლომდე არის რუსული მექანიზმი, ანუ არაფერს არ აკეთებენ პროცესს, რომ განსხვავებული ანუ რაღაცა რუსებზე უფრო უკეთესი მაინც მოიდგნენ. ეს მომენტი არის თავიდან ბოლომდე, რომ მასიურად აკონტროლონ მათ შორის თქვა ეს რომ საჯარო მოხელეები მასიურად აკონტროლონ, შესაბამისად მათ ოჯახებზე კონდეთ გარკვეულად გავლენა. მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი რა ხდებოდა ბელარუსში ამართულებით, სიახლეების კითხულობა მოხსენებებს ეცნობოდი და ერთი სისტემის ნაწილია. ისე გეგონებათ რომ ვიღაცა ერთმა ადამიანმა დაწერა და სავარაუდოდ პუტინმა დაწერა ყველაფერი, როდესაც უთხრა რომ ესე გააკეთეო, გადაიღეს ბელარუსში. ანუ მეორდება ეს მიდგომები, ხო, როგორც რუსეთში, ისე ბელარუსიაში და ახლა უკვე საქართველოში. ერთ-ერთი ბელარუსში დააკოპირეს ეს საკითხი და ნახეს რომ იქ რაღაც დონეზე მუშაობს, ანუ ადაპტირებულია გარკვეულწილად ბელარუსში ამან იმოქმედა პოზიტიურად, ჩვენთანაც გამოიღეს კოპირება გააკეთეს, ანუ რაღაცა დიდად ინოვაცია შევით არა, ვინც აკვირდებოდა თავი ადრე ამ პროცესს, ყველა ვიცის რომ რუსული მექანიზმია თავიდან ბოლომდე. გამოსდით ეს ანუ ამ კუთხით დიქტატურის ამყარება უკვე აპრობირებული მეთოდით საქართველოში. მოცემ მომენტში კი, იმიტომ რომ გარკვეულწილად ამას არასდროს ეფექტი აქვს, მაგრამ მაგალითისთვის ეგვიპტის მაგალითი მინდა, ანუ ეგვიპტის დიქტატორის მაგალითი მინდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქაც მასე აკეთებდნენ, მსგავსი განსხვავებები იყო და ადრე თუ გვიან, ანუ თვითონ იმავე პოლიციელებმა აქცია ზურგი ეგვიპტის დიქტატორს და ადრე თუ გვიან რუსეთის ასე მოხდება, რაღაც ერთიანი მექანიზმი, ერთიანი სისტემა რუსეთის ასე მოხდება, ბელარუსის ასე მოხდება და ჩვენთანაც ასე უნდა მოხდეს, ანუ კანონზომიერება იქნება უფრო ესეთი, ანუ ჯამში მე იმის თქმა რომ გარკვეული რესურსი აქვს ოცნებას, ჯერ ნამდვილად არ არის სადაც სუსტ და ამაში თუ დაუმატოთ მხარესო რუსული მხარდაჭერა აქვს ძალიან სერიოზული, მათ შორის სადაზღვევო პოლიციური ფინანსური შემდგომ ფინანსური მხარე ისეც არაკლია, მოცემ მომენტშიძლიერად არიან, ნამდვილად ჩვენზე უფროძლიერად არიან, ამიტომ ვახიაროთ, ვისაც საზოგადოებას არ შეუქმნათ მოცემ მომენტში კიძლიერად არიან, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, ანუ ევროპული განსხვავებით, მათი რესურსი არის ამოწურვადი. ნებისმიერ დროს შეიძლება ამოიწუროს ეს ჩვენ ხარეს არის, ანუ ინტელექტუალური რესურსი, წარმატებული ადამიანები, ევროპული საზოგადოება, დემოკრატიული ტოლერანტები და ანუ ეს არ არის რაღაცა მოკლევადიანი რესურსი, ეს ძალიან გრძელვადიანი გამოცდილება, ტრადიცია, მენტალობა, მთელი კულტურა არის აყოლაფო. დიდი მადლობა. ეს რომადოლო ბერიძე იყო, მოქალაქე, პროევროპული აქციის მონაწილე, თქვენ მოზუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. უწყლადი პროტესტის 343 დღეს მოქალაქეები როგორც ხედავთ ისევ დგანან ქუჩაში და ისევ უწყლადია ეს პროტესტი. მოდი თორნიკე კვერენჩხელაძის გავესაუბრები. თორნიკე, ბოდიში გაჭყვეტინებთ საუბარს, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ. თორნიკე, რა მინდა გითხოთ, დღევანდელი ამბავია ბათუმში ის, რომ არჩილ ანთაძე, რომელიც იყო პოლიციის უფროსი, ბათუმის პოლიციის მეექვსე გაყოფილების უფროსი, დანიშნეს ბათუმის ბულვარის დირექტორად. ეს არის ასე მზიამაღლობელი საქმის ერთ-ერთი სრულმოწმე პოლიციელი. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ამბავი, ეს ტენდენცია, ასე ვთქვათ, პოლიციელების დანიშნა საჯარო პოლიციების მიერ სულხან თამაძაშვილი აჭარის მთავრობის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, ასევე გახლავთ აჭარის პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი. ყველგან თვალი დაყური უნდა ქონდეს და ეგ არის მიდგომა ახლა. რომ მიხვდნენ რომ თუ მათიანი შეშადრო ვთქვათ არ არის კონკრეტულ ადგილებზე, ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება რაღაც გამოიპაროთ. ამიტომ ანუ საჯარო მოხელების მაინც ეშინიათ რომ მათ კრიტიკული პოზიციები არ დასცეთ ან რაღაც არ შემოირღვეს ამ საჯარო უწყებებში. ადამიანები ხო ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ისინიც ისევე მიდიან სახლში საღამოს და აღებენ მათ სიوارს როგორც ჩვენ.
ისევე პრობლემები აქვს საბანკო სექტორში, როგორც ჩვენ და საბოლოო ჯამში ისინი წყლებიან, არავის არა აქვს რაღაცა, არავინ არ ჩაყვება საფლავში, საბოლოო ჯამში ივანიშვილის ის თავის გზას შეეცდება, რომ დაადგეს და ადამიანები გამოერკვევიან ერთხელ და სამუდამოდ ამ მდგომარეობიდან. სალაპარაკოც აღარაა უკვე დარჩენილი რა. ის ეტაპებიც რო გავიარეთ, რომ ამას არ იზამენ, ამას ხო მაინც არ იზამენ, ამის შემდეგ ხო ახლა ეს უკვე ფსკერია და ფსკერის ქვები. ყველაფერი და ყველანაირი ზღვარი. რა ეტაპზე ვართ ეხლა ჩვენ თქვენი აზრი გვეწინააღმდეგობა რა ეტაპზე და უცნება რა ეტაპზეა ასევე? ჩემი ანუ როგორ იყო იცი არჩევნები ჩემთვის იყო იმის იმედი, რომ ის მარწუხები რაც ჰქონდა ხელისუფლებას და აქვს მოჭერილი ამ პოლიციით და რაღაცა სუსით ოპოზიციის გამარჯვებით თუ არა რაღაცა ერთგვარი ბალანსის შეტანით მაინც ეს მარწუხები ოდნავ მაინც მოეშვებოდა მეგონა და ამის იმედი მქონდა რომ ახალ ადამიანებს ქონოდათ შემდეგ პოლიტიკურ ველზე შემოსვლის საშუალება და რაღაცა განიავება ქვეყნის რა იმიტომ რომ ყველა ვხვდებით ვინც ვერ ხვდებიან ისინი ალბათ სხვა რეალობაში არიან და მათი პროტოტიპები და სახეები არიან ის ადამიანები რომ აი ოღონდ მე ვიყო ნაჭამი და გამძღარი და ოჩემი ოჯახი იყოს კარგად ამ დონეზე მიიყვანეს ადამიანები, ეს ყველაფერი ხდება პროპაგანდით, ეს ყველაფერი ხდება ადამიანების ტვინებზე ზემოქმედებით, არასწორი სტიმულირებით მათი ემოციების და ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. და ამიტომ გული მწყდება უბრალოდ მეც ნაწილი ვიყავი მედიის, მაგრამ ის რასაც აკეთებენ ეს ადამიანები, ეს არ არის რაღაცა ჟურნალისტური სტანდარტიდან გადახვევა, ან ეს არაა რაღაცა ის არის დანაშაული ჩვეულებრივად. ანუ რაც საკეთებს ეს პროპაგანდისტული მედია, ხო, პროსახელისუფლებო მედია. გაცნობიერებული უნდა გქონდეთ წესით, რა მოყვება დანაშაულს, იმიტომ რომ პროპაგანდა არის ამ ფორმით, რასაც ადამიანებს უკეთებენ და აჯერებენ, რომ ესეა და ესე მუშაობა. ანუ რო ყველა დანარჩენი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი, არის რავი, ნაცი და არის უბედურება და არის ქვეყნის მტერი და მეტი მართლა გულწრფელად ვეღარ ვიგებ რაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს, იმიტომ რომ აი უმუხრუჭოთ არიან რა მიექანებიან, მიდიან, არც აინტერესებთ უკვე ანუ ადრე ხო იყო რაღაც შემაკავებელი თუ არა, ნუ აი რეაგირებდნენ მაინც კომენტარის დონეზე, რაღაც კრიტიკაზე, რაღაცა ავე სრულიად შემოიფრწყვეს ყველაფერი და დარჩნენ სრულიად შიშველი სოფლიოს წინაშე და არჩენი ახლა ჩვენზეა გამოვერკვევით მიუხვდებით იმას რომ ეს კლასიკური გაგებით ანუ აქ ხო მართლა ხშირად ვამბობ ამას კიტელით არავინ არ შემოდა სივილს ან დაიწყებს მაგრამ მეტრეკებად ხო გამომკვეულია საზოგადოება იმაში რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა ქვეყანა ხო ანუ ეს კრიტიკული განწყობა ძალიან დიდია და მზარდია და ჩანს მათ შორის იმაშიც რომ ხალხი არც მივიდა თქვა არჩევნებზე 4 ოქტომბერს ან ვინც მივიდა მათი თქვა 20%-იანი ნდობა გამოუცხადეს იგივე ცესკოს მონაცემებით კახი კალაძეს ხო მაგრამ ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას თქვა შესაძლებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას ანუ როგორ შეიძლება შეუცვალო ქუჩაში დგომით ეს მოცემულობა მართლა ძევლების მდგომარეობაში ვართ იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებიან რომ რადგან ოპოზიცია არის ცუდი და ოპოზიციაში მყოფი ტიპები არიან ის ტიპები რომლებმაც შეიძლება ქვეყანა ავია ეს საშინელებაში ამიტომ მე უნდა ვიყო ხელისუფლებაში მე შეიძლება ამაზე ვთქვათ კარგი არ ვარ მაგრამ ნუ აი ესე ინცბობა შეიძლება უკეთესიც არ იყოს ანუ ამას ეუბნებიან ხო ამას ადამიანებს აჩვენებენ ყველა დონეზე აშინებენ ვიღაცები და ის ტიპები რეალურად ვის გამოც ანუ რაღაც კანონებს ვითომ აი ნაცების თუ ვიღაც გადასაშენებლად და ამოსაძირკვათ და საბოლოო ჯამში თვითონ გადაიფორმეს ყველა რა ვიცი სია ხო აქვს და სახელები და თანამდებობებზე არიან ეს ადამიანები და ყველაზე მეტი ნაცზე ნაცები ვინც იყვნენ გადაიფორმეს ტიპებმა სოციალიზმის მოსამართლე ვის განიხილავს პარტიების აკრძალვას იგივე ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ის მოსამართლე არის ყოფილი პროკურორი ნაციონალური მოძრაობის და როიშავაძის საქმის პროკურორი იყო და ეს საქმე წერია ასევე ამ სარჩელში რომელსაც ითხოვს ოცნება ნაცმოძრაობის აკრძალვას ერთადერთი რაღაც მაინტერესებს აი ლიგითი ოცნების ლიგითი მხარდამჭერისგან რა ის კაცი რო იზარდა სად არის ის მიჯნა ან ის მიჯნა სად არის რომლის იქეთაც არ გამოხდებით და რაღაცის გაправებას არ დაიწყოთ უბრალოდ სახელი და გვარი წინა ხელისუფლების ნებისმიერი ჩინოსთვის რომ ჩასვათ დღევანდელი კორუფციული ის სიგიჟეები რაც ხდება რა 650 მილიონის კეთრება ამხელა ფულის ტრია უბრალოდ დააყენეთ ახლა ის სახელები და გვარები ვინც ამათ განსაკუთრებით არ მოწონთ რა რას იზამდნენ რა მდგომარეობაში
სოფლებში იქნებოდნენ და როგორ ვაპროტესტებდით, თუნდაც მაშინ ვინც რავი, მე სტუდენტი ვიყავი, პატარა ვიყავი შედარებით, მაგრამ ნუ აქციებს დავდიოდ ნაციონალური მოძრაობის გაზიც მაქვს ნაკლები. იმის ქართული ოცნების გაზიც რავი, სულ სხვა ჰაერს უნდა უსუნთქავდეთ ადამიანები რეალურად რა და თავისუფლების ჰაერია ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში გავანიავებთ არ არსებობს სოფლიოში პრეცედენტი რომ ესეთ რაღაც არანორმალურობას საბოლოო ჯამში გაემარჯვებინა. ამ ვითარებაში რა ფაქტორებზეა დამოკიდებული წინამდებობის წარმატება თქვენი აზრით? რა შეგიძლიათ უთხრათ, მაგალითად თქვენ მოქალაქეებს, ვინც ამბობს, რომ კი ბატონო, მე ვხედავ რომ პრობლემა აქვს ქვეყანაში, მაგრამ აი როგორ შევცვალო? მე რა შემიძლია გავაკეთო? არ უნდა შეეძლო, უნდა დააფიქსირო ყველგან სადაც შეგიძლია. ამით რა შეიცვლება? ამით ის შეიცვლება, რომ უნდა იგრძნონ მაღაზიაში რო შემოვა ადამიანი, რომელსაც გუში შარვალ კასტუმი ეცვა და კისერში ჰალსტუხი უჭერდა. იმას პურს სანამ იყიდის, უნდა უთხრა, რომ იცი რა, შენ რომ ამ პურს ყიდულობ, ვიღაცები ვერ ყიდულობენ, იმის გამო ვერ ყიდულობენ, უბრალოდ რომ შენმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა ეკონომიკა მიიყვანა ამ მდგომარეობაში, ინვესტიციები შემცირებულია ასე, პარალელური ეკონომიკა და ბათუმში განსაკუთრებით რუსული ბიზნესია ჩვეულებრივად აწყობილი და გუდუნებს და ჩავი აქ ადგილობრივები უყურებენ ამ ყველაფერს. ან ხშირ შემთხვევაში სოფლებში არიან გახიზნულები, ვიღაცამ გააქირავა, ვიღაცამ ვერ გააქირავა და პარალელურ ეკონომიკაში ცხოვრობენ ადამიანები რა. ის რუსეთის მოქალაქესთან შედის ბაღში, სალონში, იოგაზე, ყველგან და ჩვენ უყუროთ, აი კი ბატონო, რავი, თუ ეგ არის ის ქართველობა, თუ ესე ისწავლეთ და ესე გაგიდიათ, რავი, მაჩვენეთ რა წინებით გადიოდით, რავი, ჩემთან სხვა ამბავი იყო პირველ სკოლაში ბათუმში. სხვა რამე მასწავლეს საერთოდ და სხვა რამე წამიკითხავს და გამიგია და თუ ეგ არის შეიძლება მე ვსწავლობდი რაღაცას არასწორად და მე მასწავლეს არასწორად მასწავლებლებს მოვკითხავ მაშინ და მოვიკითხავ ჩემს მასწავლებლებს რა ვიცი. ხო, აი თქვენ რა წესი გაქვთ, ასე ვთქვათ, რა მიდგომა გაქვთ ნიჰილიზმის წინამე, რომელიც ასე ძლიერდება საზოგადოებაში, რომ მაინც ვერაფერს ვერ ვცვლით, იყო ხალხმრავალი აქციებიც, გრძელდება ეს უწყვეტი საპროტესტო აქციები, რომელიც შეიძლება ისე ხალხმრავალი არ არის, როგორც გარკვეული პერიოდობით არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ დაახევინო უკან ივანიშვილის რეჟიმს. ნებისმიერი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიის რომ აიღო, ადამიანები უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, ჩვენ აღარ ვიარსებებთ. ნებისმიერი ეტაპი აიღე ჩვენი ისტორიის რა. მოძრაობა, მოქმედება, წინსვლა და თუ ჩვენ ახალი პრობლემები გვჭირდება რა. ჩემი აზრით ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ამბავი ჩვენ რაც გვჭირს, რომ პრობლემა როცა ძველი და ჩვენ საბჭოთა პრობლემა გვაქვს, ჩვენ გვაქვს დამპალი პრობლემა გვაქვს რა. პრობლემა როცა ძველი გაქვს და ახალი არაფერი არ გაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი არაფერი. ან რას გულისხმობ კონკრეტულად? იმას გულისხმობ, რომ ეს პრობლემა რაც არის ჩვენთან, ჩვენ ხო რეალურად ის ტიპები ვართ, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ხვედი და უკეთეს ძალით. ანუ მათ გაცნობიერებული არ ქონდათ ადამიანებს ის თუ რა არის თავისუფლება, რა არის სხვისი თავისუფლების პატივისცემა, რა არის კანონის პატივისცემა და ამ ადამიანებს უხეშად რო ვთქვათ ძალით ჯარიმის მუქარით გააკეთებდნენ ზღვედი და ჩვენად ახალს ვერაფერს ვერ გამოვიყურებთ. ამ ადამიანებმა საკუთარ თავში უნდა დაძინოს საბჭოთა კავშირი ის წარმოდგენები რომ ვიღაცას ჯიბეში რაცხას ჩაუკუჭავ და კარგად იქნება ყველაფერი ესენი წარსულში და დავყოლოთ ვინით ვიმოქმედოთ ცოტა თავით რომლითაც 1000 ჯერ მივარტყით კედელს ერთხელ უბრალოდ შემოუვაროთ ამ კედელს და რაღაცაში ჭკუა ვიხმაროთ რა ჩვენაირი ქვეყნის აი ჩვენ როგორ მოცემულობაში ვართ გადარჩენის ერთადერთი წყარო არის ერთმანეთს ქვები და ატყვიები კი არა წიგნები და რაღაც ესეთი რაღაცები უნდა ვესროლოთ ჯმულები უნდა ვესროლოთ ახალ-ახალი ამბის და სულ სხვა მიმართულებით მიდის სამყარო და ჩვენ გიჟივით სადღაც უკან მიურბივართ და მინიმუმ დავფიქრდეთ გვერდიდან მაინც შევხედოთ რაღაცას მაპატიე გაბრაზებული ვარ ისე ვარ ისეთივე ემოციური მდგომარეობა მაქვს როგორც თქვა დასაწყისში არ მომწონს ეს ყველაფერი და რა ვიცი შეიძლება ცოტა ისე გამომივიდეს ემოციურად მაგრამ გულწრფელი ვარ ყველა ჩემს სიტყვაში რასაც ვამბობ და მადლობა მსვლელობისთვის და შეფასებისთვის მადლობა თორნიკე ყველაფერი მაინც კარგად იქნება საბოლოო ჯამში არ არსებობს ადამიანებო არ დაიჯეროთ განამოქალაქეებო გადასახადის გადამხდები თქვენ ხართ მთავარი ეს ტიპები არიან თქვენი დაქირავებულები რომლებმაც გადაწყვიტეს რომ მშენებლობა კი არ გააგრძელონ საყრდენი კედლები უროებით და ბულდოზერებით ანგრიონ და რავი თქვენი გადასაწყვეტია სახლში რო შემოგივა კაცი და რემონტის გაკეთების ნაცვლად რო გამოგინგრევს ყველაფერს რეაქცია როგორი გექნება აი მაგის ამ ანალოგიურად იმოქმედე ქვეყნის და განსაკუთრებით შენი ქვეყნის ამბავს როცა ეხება საქმე დიდი მადლობა ეს ჟურნალისტი თორნიკე კვარინჩხელაძე იყო გადამდგარი იმიტომ რომ ეს საერთოდ აი
რასაც ხედავ ახლა ამოცემულობაში ეს მედია აღარ არის რა და აქ ადამიანი აღარავის აღარ ახსოვს რა ბოლოს როდის გავიდა და სად გავიდა აზრიანი სოციალური ამბავი თუნდაც რომელიც ადამიანის ისტორიას გიყვება ყველაფერად რა ჭირს როგორ ჭირს და რა მდგომარეობაშია მიდის ბოდიში და ქაქის როლა ერთი მხრიდან მეორე მხრიდან და შუა ადამიანები უყურებენ ამ ყველაფერს და არიან გაოცებულები და აი ეს ყველაფერი გადაივლის ხა მედიას ყველა ის ცუდი რაც გავიკეთეს რა გამიგზელდა სიტყვა მარგინალიზება მოახდინეს და ჩვენ იძულებული გავხარდეს საბოლოო ჯამში რომ ესეთი ტიპი ქუჩაში გამოსულიყავით ასე სიტყვისთვის ასე გამოსულ და როცა შენ გაყავხარ პოლიტიკურ ველში უკვე უკიდურეს ზღვარზე გაყავხარ ხო იღებენ კანონს სპეციალურად ჩვენს წინააღმდეგ უკვე წაგებულ ამბავში შედიხარ რა შენ თუ ჟურნალისტი ხარ მაშინ წამოგაზახებ ძმაულ იძეკის სტუდიაში და სტუდიაში როგორ უნდა იჯდე როცა ეს ხდება მე იმ ადამიანების მეკოს ვიდეო რანაირად ახერხებ ამ გაპრიალებულ სტუდიებში რომ შეხარ და უბაგუნებენ ხალხს უბაგუნებენ შენს ყოფილ კოლეგებს და ვითომც არაფერი აი აბდეს არაფერს არ ამბობ არათვის რომ აქციაზე არ დგახარ არაფერს არ ამბობ და სოციალურ ქსელში არ აფიქსირებ მინიმუმ საკუთარ აზრს ხო მოგზალადობას და ძალადობას ხა ყველა ძალადობას უნდა ებრძოლო რომ თავი არ გაუტეხონ ხვალ შენ მეგობარს თუ არა შენ შვილს თუ არა შენ მეზობ რა მნიშვნელობა თავი როცა ხდება იქ უკვე დამთავრებულია ამბავი რა ან მინიმუმ საკუთარი ინსტრუმენტი გამოიყენოთ თორსა ჟურნალისტი და უსვას კითხვები თქვა ნებისმიერ პასუხისმგებელ პირს რავი აი მეტი რა უნდა ხნას ახლა აი გული მწყებ კიდე ბოლომდე ვერ ვიმეტებ ამ ადამიანებს იმ სიტყვებისთვის ვისთვისაც ისინი რეალურად ხო უნდა თქვა რა ამ ადამიანებზე არ ვულოცავ დიდად დაბადების დღეს არ მიკლავ თავს მართალ კომუნიკაციით და სხვებსაც გიჩვენ ვინც მეგობრები პროპაგანდისტებს ამ ადამიანებს აგზნობინეთ რომ ვერ იმეგობრებიან პროპაგანდისტებს, იმიტომ რომ ეგ არის დანაშაული და დანაშაულზე პასუხი უნდა გასცეს კანონმა, რომელიც იქნება საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა, ეს თორე კვერენჩხელაძე იყო, ჟურნალისტი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს 353 დღე, როცა იმართება საპროტესტო აქცია როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, დიდ ქალაქებშიც მხოლოდ არა, ძალიან ბევრგან ისმის დღეს პროტესტის ხმა და მოქალაქეები ძალიან შეუვალი და ურყევი პოზიცია, რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას. მოგეს და არ შეეგუებიან იმას, რომ ამ ქვეყნის გზა დარჩეს ჩაკეტილი ევროპისკენ მიმავალ გზას გულისხმობ. თქვენ იცით, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე, ანუ ფაქტობრივად ქართული ოცნების არალეგიტიმურ მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და ეს აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში. მათ თქვეს, რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყნისთვის ევროპული გზის ჩაკეტვას, ევროინტეგრაციის შეჩერებას და დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში. სწორედ მას შემდეგ იმართება ყოველდღიურად საპროტესტო აქციები და მოქალაქეები დგანან ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. ითხოვენ პირველ რიგში არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას, ხელახლა არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ სამართლიან გარემოში და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მერაბ საღამოშიდობისა მინდა რომ გაგესაუბროთ. დღეს არჩილ ანთაძე დანიშნეს ბათუმის ბულვარის დირექტორად და მე შეგახსენებთ, რომ არჩილ ანთაძე გახლავთ აქამდე ბათუმის პოლიციის მე-6 გაყოფილების გახსოვთ, ხო ეს იყო თან მზიამაღლობელი საქმის ცრუმოცვე პოლიციელი. მე მინდა გითხოთ ამ ტენდენციაზე, რას ნიშნავს, რატომ სჭირდება ქართული ოცნების არალეგიტიმურ მთავრობას პოლიციელები ასეთ პოზიციებზე, სამოქალაქო საჯარო სამსახურების ხელმძღვანელი პოზიციებზე. ხო თქვა იგივე სულხან თამაჟაშვილი, რომელიც არის ალჟირიის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, ისიც ყოფილი პოლიციელი, მანამდე იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. რას მიანიშნებს ეს თქვენთვის, რატომ სჭირდებათ განსაკუთრებით სრუმოწმე პოლიციელების დანიშნა ასეთ პოზიციებზე? ზოგადად შეუძლებელია მაგათი ქმედებები, მაგრამ ერთგვარი მითი არსებობს იმის შესახებ, რომ ძალოვანი სტრუქტურები მაინც კინის ხელით მართავენ თავიანთ უწყებებს და ახასიათებთ
ბატონისადმი დიდი მორჩილება, წარმოუდგენელი მორჩილება და ალბათ უნდათ რომ ესეთი ადამიანი ყავდეთ ბათუმის ბულვარშიც მეგახსენებათ სხვათა შორის გუშინ გამით შეხვდა ერთი ბათუმელი კაცი რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წევრი იყო თავის დროზე და რომელმაც ხელი მოაწერა იმ დანაშაულებრივ მშენებლობებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბათუმში ამბასადორსა და რივიერას გულისხმობს და მე და ჩემმა მეგობრებმა შევახსენეთ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც მან ჩაიდინა. ეს ვის შეახსენეთ, ანუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წევრი იყო, რომელმაც ნებართვა, მისცა, ანუ რამდენიმე მაშინ 8 წევრი იყო, 9 წევრი და სხვა წევრიდან ორმა შოთა გუჯაბიძემ და კიდევ ორმა არ მისცანება ამ მშენებლობას და დანარჩენებმა ექსვა თანხმობა განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მყოფ ბურუნთაბიას მთას შეუცვალეს სტატუსი, ანუ ჩრდილოეთის ბულვარის შემადგენლობაში არ იყო და ნებართვა გასცეს, რომ აეშენებინათ რივიერა უზარმაზარი სამშენებლო კომპლექსი, რომელიც არაკანონიური მისი მშენებლობა ბულვარის ტერიტორიაზე იყო არაკანონური. და ამას გულისხმობ, რომ ნებისმიერ უწყებაში დღეს უკვე ანუ პროფესიონალები აღარ ჭირდებათ, ანუ ვთქვი, რომ ისეთი კადრები ყავდეთ, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევენ და ნებისმიერ დავალებას, რომელიც მაღლიდან მოდის, შეუსრულებენ და არ შეექმნებათ ოდნავი დისკომფორტიც კი. ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ ბათუმის ბულვარის დირექტორი ადრე გადადგა ერთ-ერთი დირექტორი აი ამ მშენებლობის პერიოდში. სახელი აღარ მახსოვს. კარგი ბიჭი ყო და კიდევ პატვოსტები. ირეკლი ჯიჭარეძის სკოლის, ხო? გადადგა, მახსოვს და გადადგომის მიზეზი იყო ეს გახმაურებული მშენებლობები, რომელზეც მან არ მოაწერა ხელი და კიბერის დაობდა სასამართლოშიც ასევე მისი გათავისუფლების გამო, მაგრამ ვერ მოიგო ეს პროცესი. თუმცა ეს არც არის გასაკვირი ჩვენი მართლმსაჯულების პირობებში. რომ ხო, ეგ არის თავარი მიზეზი, ძალოვნების დანიშვნა არის ის მორჩილება ბატონისადმი, რომელიც მათ ახასიათებს. ეს ნაწილია, რომ თქვათ მათ ჰქონდათ მორჩილება, ვინც დანიშნეს იმის მიმართ, თუ ის რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც საკმაოდ ბევრი არიან, აი საჯარო მოხელეების სტაბილური სიჩუმე იყოს უზრუნველყოფილი, რომ მათმა ნაწილმა არ გაბედოს, თქვათ, რომ დატოვოს პროტესტში და თავის თანამდებობა, ან რამე გამოხატოს თქვათ სოციალურ ქსელში, ან თუნდაც რაღაც წრეში რაღაც ილაპარაკოს კრიტიკული და მიუღებელი, ხო? ბატონო, ანუ ჩვეულებრივი ამბავია, ანუ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშნა იყო ეს დემონსტრაციული აქტი, რა თქმა შენ რა განათლება გაქვს, როგორ გიცხოვრია, რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვს, თუ კი შენ ხარ ბატონის ერთგული, შენ ნებისმიერი თანამდებობა შენთვის ხსნილია, ხო, ანუ ეგ იყო იმის დემონსტრაცია და ამის შემდეგ უკვე გრძელდება ეს ტენდენცია, არა მარტო პრეზიდენტის პოსტზე, არამედ თუნდაც ამ თეატრის თავმჯდომარე დირექტორი იქნება, ბულვარის დირექტორი იქნება, კულტურის მინისტრი იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა, დიდი მადლობა მერაბ ჯიხაძე, დიდი მადლობა. ეს არის პროევროპული საპროტესტო აქცია 344 დღე გრძელდება პროტესტი, მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ეს უკვე ტრადიციული შეკრების ადგილია, სადაც გამოდიან მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში. თქვენ ხედავთ ასევე კადრ იმ დროშას, ევროკავშირის და საქართველოს დროშას, რომელთაც გამოდიოდა ყოველ აქციაზე ზურაბ ჭავჭანიძე, რომელსაც ბათუმელი მედროშის სახელით იცნობს უკვე ყველა დღეს ის არის პატიმრობაში, ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმარია, ვინც სისხლის სამართლის წესი დააკავა ქართული ოცნების მთავრობამ. მის საქმეში დევს მხოლოდ ერთი მტკიცებულება და ამ მტკიცებულების მიხედვით ზურაბ ჭავჭანიძე დროშით ხელში გადაადგილდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში და ეს ვიდეო კადრი არის წარმოდგენილი, რომ ზურაბ ჭავჭანიძის სისხლის სამართლის საქმეში ის დააკავეს პრეზიდენტის სასახლის, ანუ განსაკუთრებულად სტრატეგიული დაცვის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და მას გამოძიება და ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თუმცა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის არც მტკიცებულება ამ დრომდე პროკურატურას ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში არ აქვს წარმოდგენილი. თქვენ ხედავთ, რომ ისევ არის წარმოდგენილი ზურაბ ჭავჭანიძის დროშა ბათუმის საპროტესტო აქციაზე.
გვიხედავთ კადრში საპროტესტო აქციის მონაწილეებს და რომლებიც შეიკრიბნენ დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სწორედ ეს სასამართლო განიხილავს უახლოეს დღეებში ქართული ოცნების სარჩელს. სწორედ ქართულ მოძრაობამ მიმართა სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ნაციონალური მოძრაობის ლელოს და პარტია ახალის აკრძალვის მოთხოვნით. ძალიან საინტერესო გარემოება გახლავთ ის, რომ ამ სარჩელს განიხილავს ერთ-ერთი მოსამართლე ვასილ დროინიშვილი, რომელიც ყოფილი პროკურორია. ის იყო პროკურორი, აჭარის მთავარი პროკურორი მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა და კიდევ უფრო საინტერესო არის ის, რომ როცა ამ საქმეს განიხილავს პარტიების აკრძალვის შესახებ მოსამართლე ვასილ დროინიშვილი, ამ საქმეში წერია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს მაგალითად სერჟანტ როიშავაძის მკვლელობის გამოც, ხოლო იმ დროს როცა ბათუმში 2008 წელს მოკლეს სერჟანტი როიშავაძე, ამ დროს აჭარის მთავარი პროკურორი სწორედ ვასილ დროინიშვილი იყო, ხოლო ის საქმე რომ არ გამოუძიებიათ სამართლის ნორმების შესაბამისად, ამას წერს ძალიან მკაფიოდ და ცალსახად სტრასბურგის სასამართლო, სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიბარეს კიდევაც გამოკითხვაზე ვასილ დროინიშვილი, მაგრამ მისთვის პასუხის მოთხოვნის ნაცვლად და პასუხისმგებლობის გააქტიურების ნაცვლად ის დააწინაურეს და ის ერთ პერიოდი იყო ქართული ოცნების მთავრობის დროს უკვე უზენაეს სასამართლოს მოსამართლე, ხოლო დღეს უკვე რამდენიმე წელია ეს გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. დღეს უკვე მის სამუშაო მაგიდაზე დევს ქართული ოცნების სარჩელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ და მან გამოდის, რომ საკუთარი თავიც უნდა გაასამართლოს, როცა ამ სარჩელზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგანაც ამ სარჩელში პირდაპირ შავი თეთრზე წერია როიშავაძის საქმე, როგორც კომპრომატი, როგორც მტკიცებულება იმის დასტურად, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო დამნაშავე ხელისუფლება და ეს პარტია იმსახურებს აკრძალვას და მაგრამ ამ სერჟანტ როიშავაძის საქმის პროკურორი სწორედ ვასილ დროინიშვილია, ყოფილი პროკურორი, რომელიც დღეს მოსამართლეა. აი ასეთი ვითარება ამ დროისთვის მათ შორის მართლმსაჯულებაში და სასამართლოში. თქვენ იცით, რომ ამ სასამართლომ არ გამოიყენა ამჯერ კიდევ შანსი, რომ დაებრუნებინა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი 2024 წლის შემოდგომაზე, როცა აქ შემოიტანეს სარჩელი როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე სხვადასხვა პოლიტიკოსმა, როცა ისინი ითხოვდნენ არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას კონკრეტული არგუმენტებით, მათ შორის ჩვენ ნახეთ ხმების გაჟონვა როგორ მოხდა ბიულეტენებზე და დაირღვა ფარულობის პრინციპი, ასევე ემიგრანტების დიდ ნაწილს არ მიეცა საშუალება, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, ანუ საყოველთაობის პრინციპიც დაირღვა. ეს არის ორი უმთავრესი პრინციპი, რაც ახასიათებს სამართლიან არჩევნებს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს განიხილა ეს სარჩელი და მიიღო გადაწყვეტილება, მათ საერთოდ უარი თქვეს ამ სარჩელის განხილვაზე, რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. ერთადერთი დაწესებულება, რომელმაც ყველაზე ხმარულად ხოს. მოდი ბოლოს მალხას გავისაუბრები ასევე ირემაძეს, რომელიც რეჟისორია და დღეს ასევე ცნობები იყო ბათუმის დრამატულ თეატრში. აქ წარმოადგენს ახალი დირექტორი კოტე მჟავია, რომელიც პროფესიით მართალია მსახიობია, მაგრამ ის უფრო ცნობილია როგორც ცნობილი თამადა, მას სამთავრობო მედია საშუალებები იწვევენ როგორც ცნობილ თამადას. მალხას ბოდი შეიძლება რომ გაგესაუბროთ. მოგვიდეთ რომ ხმება არ შეგვიშალოს ხელი. დღეს შეახლე ქონათ ბათუმის დრამატულ თეატრში კოტე მჟავია დანიშნეს ახალ დირექტორად. იქ პროტესტის გამო, იმის გამო რომ დასი იყო წინააღმდეგი, ნუკრი ქანთარიას მოუწია ამ თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვიცით რომ ნუკრი ქანთარია იყო პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან და ის ზღუდავდა ერთ შემთხვევაში უზღუდავდა მსახიობებს და რეჟისორებს, გამოეხადათ იგივე პროევროპული საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს პროტესტი და ამის გამო დასაჯა კიდევაც მსახიობები, იგივე ოთარ ქართამაძე, რეჟისორი, რომელიც იყო აქტიური მონაწილე ამ საპროტესტო აქციებზე და გარდაიცვალა მიმდინარე წლის აგვისტოში. კოტე მჟავია დაინიშნა ახალ დირექტორად, რომელიც მსახიობია, მაგრამ მას უფრო იცნობს საზოგადოება როგორც ცნობილ თამადას, ასე ისერჩება, ასე იძებნება ის Google-ის საძიებო სისტემაშიც. რას ნიშნავდა ეს ნაბიჯი კულტურის სამინისტროს მხრიდან თქვენი შეფასებით, თქვენს პროფესიით ხართ რეჟისორი? ანუ 2000 რო ახსენე
ოთიასთანაც თან არ მივიდა თავისი. ხო, ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც მოითხოვეს მისი წასვლა. ის გარდა კიდე ბევრი რაღაც იყო, უარყოფით რაღაცები იყო და სახეებს, მაგრამ ეს უკვე აუტანელი საქციელი იყო და გამოხატეს აი ესეთი სახე. ანუ ეხლა ამის დანიშვნა აი რა გითხათ რა, მარტო ხო თეატრში არ ხდება, ეგ ხდება სხვა დაწესებულებებში. ეხლა მაგალითად ეხლა დღეს გავიგე ეს პოლიციელი რო იყო რა ერქვა არჩილანთაძე გახდა ბათუმის ბულვარის დირექტორი. ბულვარის დირექტორი ხო ანუ წარმოიდგინეთ ეხლა ბულვარის დირექტორი შეიძლება მენეჯერი იყოს, კარგი კაცი მენეჯერი და დანიშნო რაღაცა ის არის ადგილები, ისეთი ადგილები, სადაც არ შეიძლება რომ მარტო მენეჯერი იყოს, იქ უნდა კონდეს გამოცდილება და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ამ ბატონ თამადას მე არც ვიცი ვინ არის, რაღაცა თამადარიო ერთი ადრე მახსოვს, რაღაცა ლექსამბურგდა სადაგზელოს ამბობდა და ამით მახსოვს. ანუ ეხლა რა ხდება? ეს ადამიანი ფაქტიურად რომ ნიშნავენ ჯერ ამ ეტაპზე სახიობებზე უნდა შეეკითხათ, იქ არის თეატრალური საზოგადოება, ეს უნდა რეფორმა არ გვეშველება არაფერი. ყველაფერი გვეშველება, ანუ ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო სახიობები, უნდა ყოფილიყო რამოდენიმე კანდიდატი და ამ კანდიდატის შემთხვევაში უკვე აირჩევდნენ და უნდა დაედო რა რეფორმას ბევრი დემოკრატიული ფორმაა თუ გინდა რომ ჩართოებს სახიობები და დაასი რომ შეარჩევ მისი ხელმძღვანელი. შემდეგ თვითონ შეარჩევდნენ რა თქმა უნდა სახიობები, ასევე თეატრალური საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც წლები და კორიფეები, რომლებიც თეატრში არიან, აი იმათი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან ერთობლივად, სამინისტრო უნდა ყოფილიყო უბრალოდ ამის რაშიც ღებულობენ ხელფას, ამის ორგანიზებაში რომ გამოეცხადა კარგად ვინი მიღება, ანუ სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილას და ბევრი წარადგენდა ამ გეგმას და ამ გეგმის გადახედავდნენ სახიობები და მიიღებდნენ შემდეგ გადაწყვეტილებას ვინ უნდა ყოფილიყო სამხატვრო ხელმძღვანელი. ანუ როცა ესეთი რაღაც ხდება, ჩემი აზრით ეს ვიღაცას მეგობარი ყავს, კარგი მეგობარი და კარგმა მეგობარმა დაждდნენ მეგობრებმა სუფრაში და მოდიო დავნიშნოთ ეს კაციო რა. ანუ ასე გონიათ, რომ ასე იქნებოდა. შემიძლია ასე იქნებოდა და დანიშნეს ეს კაცი გამოუშვეს, მოდი დავნიშნოთ, მოდი ის თუ აუ კეიფობდა და კეიფში გადაწყვიტეს. აი ბათუმის თეატრი რა არის ახლა მათთვის თეატრი და ესეთი რაღაცები გონიათ რომ ეს ათლარსო და ახლა როაძდები რესტორნებში და მომღერლებს ამღერებენ რა მარჯანჯას ისე გონიათ თეატრი ისე გადაწყვიტეს და გამოუშვეს ეს ადამიანი და ახლა როცა სამხატვრო ხელმძღვანელი არის ეს აქ საზოგადოება დადის თეატრი არის ახლა აღარ დავიწყებ თეატრი არის ეს იცის ვის დადის თეატრში და ვისაც კულტურა იცის რაც არის და ახლა რომ თამადა რო იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი რაც არ უნდა კარგი კაცი იყოს და კალთაზე სადაგზელოს ამბობს და თუ რაღაცა კარგი სპექტაკლები აქვს ნანახი თუ ვიღაცასთან არის ამას დიდი გამოცდილება აქვს ამას დიდი რაღაც ჭირდება რომ იმ სახიობებთან ურთიერთობა დაიჭირო იქ ისეთი სახიობები არის ისეთი ადამიანებთან ამუშავებელი მას აქვს გამოცდილებას მოდი რომ ვთქვა ხო ობიექტურად მას აქვს სახიობების გამოცდილებას მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა სპექტაკლში ეს წერია მის ბიოგრაფიაში რა მონაცემებიც გაავრცელა კულტურის სამინისტრომ თუმცა უფრო მეტად იძებნება კი ბატონო გუგლში როგორც ცნობილი თამადა და არ როგორც სახიობი ასე უფრო ნაკლებად ცნობილია მის სახელი და გვარი ნუ შეიძლება როგორ აიცი ხა თამო მე მაგალითად მე ხა შოუმენი დავდი ხა ჩემზე კი არ და ვილაპარ ანუ შოუმენი დავდი თეატრშიც მუშაობდი, ფრანკოშიც მუშაობდი, კიევში, რამოდენიმე თეატრში, არის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ იყო ეტაპი, ამ ბოლო ეტაპი, რომ მაგალითად წამყვანი ვიყავი და სიტყვარის წამყვანი ქორწილებში მქონდა რაღაცა შეხება და იქ ჩემი წილი შევიტანე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება თქვან, რომ ეს ის არის, რაღაც მე შეიძლება რაღაცა გავაკეთე და ეს ის არის, რომ იქ იყო. შეიძლება რაღაცა, მაგრამ ის თუ გავლილი აქვს იმ ადამიანს და ნამყოფია. ხო, აი ამას შეხედონ რა, ის თუ გავლილი არ აქვს და არა, ანუ რისკავენ, ანუ თუ დააპიარეს მაგალითად და თქვეს, რომ თამადა არის და აქეთ კიდევ არის რაღაცა ადამიანი, რომელსაც გზა გავლილი თეატრშია ნამუშევარი, რა ვიცი, განათლება აქვს მიღებული და ასე შემდეგ გამოცდილება აქვს. კი, ნუ ესეც თქვა კულტურის სამინისტრო, მაგრამ ვიდრე ეს ინფორმაცია გავრცელდა კულტურის სამინისტრო, მანამდე როცა ჩვენ ჟურნალისტებმა გავიგეთ ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა ასევე სამინისტრომ დავნიშნეთ კი ბატონო უკვე ეს კაციო და მაგალითად მე პირადად როცა მოვძებნე ინფორმაცია მის შესახებ გუგლში, პირველ რიგში ამოაგდო ეს ინფორმაცია, რომ ის არის ცნობილი თამადა, ის შოუებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. მაგრამ ამოგდებაზეც კი ანუ ამ ადამიანს პირველი რაც არის დანაშაული ეს არის რომ დიქტატორი და აი ესეთი ადამიანები პირდაპირ დიქტატორას ვიზახი, იმიტომ რომ 21 საუკუნეში თან საქართველოში უცებესეთი გარდასვლა, გარდაქმნა ქვეყანაში უსახდება არის დიქტატორი. ადამიანებს ასუშვებიან, ხო, ლეწავენ არაფერი. ანუ ესეთი ადამიანები
არასდროს არ ჩათვლიან ადამიანებს, მსახიობებს კი არა და ესეთ კორიფებ ხალხს და ესეთ. ანუ ადამიანებს არაფრად არ თვლიან, რა უყურებენ აი როგორც აი ცხვარს ესე რო ვთქვა და აი ისინი არ მიიღებდნენ ერთ-ერთი დანაშაული არის რომ უნდა შეეკითხათ აი იმ ადამიანებზე რომლებიც არიან იქ მოღვაწეობენ და იმ ადამიანებზე ვინც იქ არის თეატრალური საზოგადოება არის ისინი უნდა გამოცხადებული იყოს ცივილიზებულ ქვეყნებში ესე ხდება და ეს არჩილანთეთის დარიშვა ასე შევთქვათ ეს პოლიციელი ამ შემთხვევაში პოლიციის განყოფილების უფროსი იყო და გახდა ბათუმის ბულვარის დირექტორი და მაწყობს ეს პოლიციელები ასეთ პოზიციებზე ქართული ესწავლება ის ერიაში თუ გიგო თამაზაშვილი საქართველოში ხო ანუ ის პოლიციელი არის უფრო აი ის კაპიტალ კანონს რაც არ უნდა კანონი მიიღონ იმ კანონს შემსრულებელია ცივი გონებით უყურებს პირდაპირ მიღებულობს იმ გადაწყვეტილებას რასაც ეთქვია რასაც ჩაძახიან მithumetes ახლა ესეთ ადამიანებს და ახლა ბულვარი არის და დასაწინაურებელი ადგილი იყო ყოველთვის აწინაურებდნენ იმიტომ რომ იქ არის შემოსავლიანი ადგილი ბუტკები ახლა ანეკდოტი რომ მოყვა და ბუტკების ჩადგმა დაიწყეს თელ საქართველოში აი ესე ბუტკებს ჩადგავენ ჩაამატებს ახლა ტირი 8 წერია თუ რაღაცეები იქ დაამატებს რაღაცეებს გვერდზე ჩაუმატებს კიდე რაღაცას და ესე დააწინაურებს თანხებს აშოვნინებენ რა იმიტომ რომ შენ კარგად დაიჭირე ადამიანები კარგად ისქენი მზიასაც კარგად დაუდექი შენ იქ იმას სუჩვენებაც მისცა ასე მზია მაღლობელი საქმეში და ყველა ეუნებიან ამით რომ შენ რო კარგად სრულ ადამიანი იქნები ამ შემთხვევაში დაგაწინაურებთ რა ეს არის რაღაცა სუდი მამა რო ბავშვს რო აი თანხას მამა შენ ერთი ეს გამიკეთე და აგერ ფულს ჩუქნი და აბა აგერ მანქანას ყიდულობ და რაღაცა და აი რო აფუჭებენ ბავშვს და თითქოს ათვინიერებენ აი ესეთ რაღაცას უშვებიან რა აი შენ გააკეთე ესე ვიზამ ამას ხდება ესეთი ადამიანები რაც ხდება ქვეყანაში რომლებიც არიან ცივილიზებული ქვეყნებისთვის მოაზროვნე ვისაც უნდა თავისი შვილი გაიზარდოს ნორმალური ეხა ბევრი ფიქრობდა რომ გაუშვებდა თავის შვილს ჩააბარებდა ისეთ უნივერსიტეტებში რომლებიც არის რა ვიცი იქეთ კოლუმბია თუ რა ვიცი სასწავლო უნივერსიტეტები რომლებიც თითქოს თავნუნერგენ ადამიანებს რომ ისინი არ ვარ გაის უნივერსიტეტები და ჩვენი ბათუმის უნივერსიტეტი რომელშიც პროფესორები არიან კოლეჯები დამთავრებულები და შემდეგ პროფესორები გამხდარები ესე ზუსტად ესე ანალოგიურად რესტორნებში დამჯდარი და ერთმანეთში მეგობრული ურთიერთობით პროფესორები გამხდარი ესეთი ადამიანები ურჩევნიათ რა რომ ასე მიიღოს თავის საშუალება განათლება და თუ ახლა ვისაც არ ურჩევნია ამ შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება და აქ გამოთქვამ პროტესტი თუ სადაც იქნებიან, ახლა ბევრი გამოთქვამს პროტესტს კი ვიცით რა. ფაქტი სახეზია, ახლა აქ თუ 30 კაცი დგება ყოველ დღე, რომელიც სოფლიოში ანალოგია ყოფილა, აი იქეთ სხვადასხვა რიცხვებში კი ხედავენ რამოდენიმე ათასობით ადამიანი და 100,000-ობით ადამიანი გამოდის და ახლა აი ეს თავების თლა, რაც პოსტივი აკეთეს თავებს ითლის და მე ამათ სიამოვნებას ანიჭებს, ესეთი თამაში დასრულდება სულმალე საქართველოს გამწყინდება ბათუმის თეატრის ყველა მსახიობი რომლებიც პაბლებში არიან რომლებიც ძალიან ნიჭიერი ადამიანები რომლებიც რესტორნებშიც ვერ უკრავენ იმიტომ რომ მათი შემოქმედება არ იჯდება ესეთ რაღაცა პრიმიტიულ ადგილებში და ისინი არიან ძალიან დაბეჭავებული და ასე რომ ვთქვათ ფინანსურად ძალიან კრიზისი აქვს და ეს ადამიანები ფეხზე დადგება როცა ის ცივილიზებულ ხალხს უნდა დავიჭერთ შოუ ბიზნესის ფეხზე დადგება არ იქნება ნათესაობით ახალწელზე ნახეთ ახლა რუსები შარშან გამოიყვანეს რუსები ოფიციალურად რუსი წარმოი იმიტომ რომ ტენდერი მოიგო ვიღაცამ და რუსი გამოიყვანა როცა ადგილობრივი ყავს ბევრი ვიღაცა არ უნდა იყოს შერჩებით რა არ უნდა იყოს მე ვინც მინდა ეს უნდა მომღერო უნდა იყოს ინტერნეტით გამოკითხვა ადამიანებს საზოგადოებას ვინ მოსწონს ვისაც მეტი ნახვა, ვისაც მეტი დიპლომი აქვს თუ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. არა, იქ ვიღაცას გაუსწორდება ნერიაში, ჩააწყობს კატკატებს, გააკეთებს და შეუკვეთავს ამ ტენდერს, გაწერენ თვითონ კერავენ და ფულებს აკეთებენ და ეს ხალხი კი მიდის ახლა ბავშვები ვლიან, რუსებიც გამოვლიან 80% რუსი გადის პოლიციებებზე და უკრავენ ტაშს რა. ეს ვერ წავა ქვეყანა წინ, ფაქტი სახეზია რა დღეშიც აღკვეთა და აბიცი შეეჩვია ხალხმა სიკვდილს ბავშვების აი რამდენი დაიკარგა რამდენი ყოვავარი შეეჩვია და ხალხი ეჩვევა და რა ვიცი ჩვენს თავთან მართალი ვართ ის ადამიანები ვინც პროტესტს გამოთქვამენ ყველა თავის თავთან მართალია და ეს ქვეყანა გადარჩება და თუნდაც ეხლა ამბობენ რომ წადიო რა თუ არ გინდაო და მე შეიძლება წავიდე მაგრამ ჩემს ქვეყანას სადაც გავიზარდა დავიბადე ნამდვილად არ დავტოვებ და ვერ დავტოვებ ადამიანს სიმთხვეებს ციხეში და
მე როგორც ვაზროვნებ, ისი აზროვნებს თელი, რა ვიცი, 80% ესე ვფიქრობ, 70% მოაზროვნეა და არ დატოვებს ამ ქვეყანას, პირიქით ჩამოვა ემიგრანტები და შეუდგებით ქვეყნის აღშენებლობას. მადლობა ბათუმელებს. ძალიან ბათუმელები რო არ იყოს, აი მარტო ეს უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომ აჭარის ტელევიზიას რო ნახველი ყავს, მაგალითად 5 ლაიქი რო აქვს და ესეთი რაღაცეები რო ხდება აჭარის ტელევიზიაზე, ტელევიზიით და აქეთო ბათუმელები ყავს და ესეთი წარმატებული ლიდერი ადამიანი რო ზის ციხეში და თელმა მსოფლიომ რომ აღიარა. წარმოიდგინეთ აი შედარება რომ ბათუმელები რო შეიცვლება ყველაფერი და ბათუმელები რო ეკყოლება ბათუმს ფეხზე დამდგარი, უფრო გაძლიერებული და სად დღევანდელი აჭარის ტელევიზია მაგალითად. აი როგორი ლიდერი ეყოლება, როგორი იმიჯი ექნება ჩვენს ბათუმს, როგორი კრიტიკული მედია ეყოლება და არამედ ის რაღაცა დეგენერატული, რაღაცა პოლიტიკური და ის რო გადავრთავ ზოგჯერ არ ვიცი რა ის როგორ უნდა დაიჯეროს ადამიანმა, მაგრამ თუმცა ჩემი ბევრი მეგობრები არიან რომ აღარ ვეკამათები, თუმცა ხედავ რომ როგორ უბსკურში არიან, იმიტომ რომ გულისიღმეში გეთანხმება გძნობს, დანაშაულებს, მაგრამ ომის ეშინი. სომხეთში, აზერბაიჯანში ომი არ არის, ამერიკასთანაც ურთიერთობა, ევროპასთან უკვე თურქეთთანაც დამეგობდა და აბა რუსეთი მუდმივად ომობს, სწორედ რუსეთია ის ვინც ომობდა საბჭოთა კავშირის დროსაც და ახლაც ომობს, ხო? რუსეთი უნდა ეს, რა ვიცი, მონღოლები, სისხლით მონღოლი, დამპყრობელი და რა ვიცი ახლა და თუ აი დადიან ქუჩაში და კი ხედავენ ნაცნობებს უკვე გამარჯვებას აღარ ეუბნება ქართველი ქართველს ადრე იყურებოდნენ ერთმანეთს უყურებდნენ რომ ქართველი დადის ჩემი ახლობელი ხარ და ეხლა აღარ აქვს ასე ყურებას იმიტომ რომ რუსებს ხედავ ბევრს და ვიდი ხარ შენს გზაზე ესე დადიან აი ეს ყველაფერი დასრულდება დარწმუნებული მადლობა დიდი მადლობა ეს მახაზი რემაძე იყო პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბათუმში ასეთია დღეს განწყობები ბათუმში პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე შეგახსენებთ, რომ ამ პროევროპული საპროტესტო აქციების უცვლელი მოთხოვნაა ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, ასევე არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა და რაც თავარია თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, თავისუფლება სინდისის ტყვეებს, ეს არის მოთხოვნა და შეძახილი, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ისმის საპროტესტო აქციაზე, როგორც ბათუმში, ისე თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ასევე ყველგან მთელ საქართველოში ისმის მოქალაქეების კაფეო მოთხოვნა, რომ ისინი არ შეეგუებიან ქვეყანას პოლიტიკური პატიმრებით, სინდისის ტყვეებით. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს 5 ნოემბერს. ესურვებთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gr-დან დღესეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.